ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პროექტ გიგანტური წიგნების ფარგლებში გამოცემული გაზეთ ივერიის 1886-1887 წლების კრებულების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ფონდ ქართუს დაფინანსებით განხორციელდა. ოზურგეთში გიგანტური წიგნების პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა კონსტანტინე გამსახურდიამ, პროექტის ავტორთან, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთან, ნოდარ დუგლაძესთან და ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელთან, პროფესორ მარინა ჩხარტიშვილთან ერთად გააკეთა. გიგანტურ წიგნებში, რომელიც ორ გამოცემადაა დაბეჭდილი, გაზეთ ივერიის 1886-87 წლების გამოცემის ყველა ნომერია შენახული და მისი უნიკალურობა სხვა ფასეულობებთან ერთად ამაში მდგომარეობს. გიგანტური წიგნების ერთი ეგზემპლარი ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა. ღონისძიებას სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებიც მათ შორის ესწრებოდნენ. აქ ოზურგეთში ოზურგეთის საჯარო ბიბლიოთეკას გადავეცით გიგანტური წიგნები. ეს არის ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული და მის მიერ გაძღოლილი ივერიის 1886 და 1887 წლის ნომრების სრული კომპლექტი. აკინძული ერთ გიგანტურ წიგნად. გიგანტური წიგნი ამას იმიტომ ქვია, რომ მას აქვს შთამბეჭდავის ზომები. ჩვეულებრივ წიგნს ასეთი ზომები და წონა არ აქვს. დღეს პირველად მოხდა გურიაში, ჩემს მშობლიურ მხარეში ამ წიგნის წარდგენა. წიგნის ქვია ისევ ივერია, ოღონდ შედგენილი არის იმ გაზეთებიდან, იმ დროინდელი მასალებიდან, რომლებიც გამოიცემოდა 1886-87 წლებიდან და ძალიან მოხარული ვართ ამ დღისთვის და მიხარია ყველას ულოცავ ოზურგეთლებს ამ საოცარ დღეა და მინდა რომ სულ წარმატებები გქონდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ გურიას და მთლიანად საქართველოს.